თბილისში რა დაგხვდათ, როცა მე რა დაინიშნა? რა დამხვდა და შევარნაძე მითხრა რომ მე ვარ წამოვალ, შენ თვითონ მიდიო. რა შეიძლება მე თვითონ მივიდე. ხო? დამხვდა ის რომ ჩემ კაბინეტში იჯდა კომენდანტი. სხვაჯერს კაი ბიჭი იყო ის. კომენდანტი პირველი სართული მერის ოკუპირებული ქონდა. კომენდატურა ქონდა. 93 წელია, ხო? 93. და არის ომები თბილისში რა ომები, კაცო? არ მითხრა რა. ამათ აქვთ რა ისა შეერაღებულ ხალხს აქვს აღებული ლასტი. რუსთაველის თეატრთან დგას მანქანა ბენზისყიდიან, უნივერსიტეტთან დგას მანქანა ბენზისყიდიან და ასე თელი ცენტრალური ის არის და მე მივედი ეს მიცნობდა ეს ეხლა მე ეთყობა შევარნაძეს ვიღაცამ უთხრა რომ ეგ ეხა თბილისში იცნობს ყველას რაღაცა და ხო იცი მაგარაც ითამაშა ალბათ როლი თორე ეხა მივედი ეს ზის ჩემ კაბინეტში მე ვთქარი რა გინდა აქ მეთქი როგორ აქო კომენდატურა არა მე ვთქარი ეხლა ხო ადგილით აქ არ დაკიდახოთ თუ ძმახარ მეთქი ეხლა არ მინდა მეთქი რომ თქვენ ეს კაი ბიჭი იყო ისა და რამე მოგვეცითო რამე მოგვეცითო ადგილზეო და მე ქვევით მივეცით თაბუკაშვილის ქუჩაზე რაღაცა შენობა იყო ორსართულიანი და ის მივეცით და იქ გადავიდნენ. ქვერა ჩემ დივანი იქითა იმაშიც იდგა. იჯდა კაცი ავტომატიანი. მოადგილეების იმეებში ტიპები რა. ხო და ნუ შევედი და დავიწყეთ რა რაღაცა. ეხლა რა არის აი ხშირად იძახიან რომ აი იმ დროს ისა. ყველას ავიწყდება რომ ჩვენ ვალუტა არ ქონდა. მე ვიყავი თბილისის მერი. როდესაც იყო კუპონი. მე რომ მივედი და მაშინ დოლარებით იყო ხელფასები რა და $100 ქონდა მერს ისა. და ბოლოს რო წამოვედი ისევ კუპონი იყო. ეხლა იძახიან რომ აი მაშინ როგორ იყო ეხლა რა იყო მე როგორ უნდა შევედა რომ ეხლა ვინმეს კაცო 5 მილიონი ქონდა ხელფასი კუპონი? კუპონი. ნუ სასაული იყო რა ესე იგი ეს ამბავი და მე ვერაფერს ვერ ვაკეთებდით იცი ახლა დენი არ იყო აბსოლუტურად. გაითიშა გაზი. გაზი გაითიშა მირეკავ შევარნაძე რომ კაცო გაზი გაითიშაო და რა ვქნათ 2 კვირა გეყოფაო ეს მაგრამ მილში რაც არის რა. ხო და რა ვქნათო? ნუ დაუძახეთ ამათ ბიჭებო რა ვქნათ რაღაცა და მითხრეს რომ ნუ შეგვიძლია ფარსუნკები გადავაკეთოთ ფარსუნკები პურის მისი ქვაბების რა და ის გვინდაო სალიარკა როგორ არის ქართულად კაცო სალიარი დიზელი დიზელი ხო დიზელი გვინდაო რომ იმითიო ჩავრთავთო რა ახალწამდე არის 10 დღე დარჩენილი რა ვქნა კაცო ხო და მივედი შევარნაძეს უთხარი რომ ის მეთქი აზერბაიჯანში მყავდა დაცროები და ვკითხე რომ თქვენთან ქარხანა მუშაობს, კიო ქარხანა მუშაობს და ალიევი არის მოსული, ჯერ არის პრეზიდენტი არის უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე. დაურეკე მეთქი რა რომ გვასესხოს რა. მამა ალიევი. მამა ხო, მე ვთხარი არა მგვაქვს, არც ფული მაქვს, არაფერი, გვასესხოს და აი კაცურად გაზაფხულზე ჩავრდა. არაო კაცო მე ვერ დაურეკაო და შენ წადიო. რა ვქნა? ავდე კიდე წავედი, არ ვიცნობ კაც საერთოდ. წავედი, ხამე ჩავედი, ბაქო არის ჩამქრალი, სინათლე არ არის საერთოდ, აი აბსოლუტო იქაც უბედურება იყო. ნუ წავედი იქ დამხდნენ ჩემი მეგობრები და მიმიყვანეთ მეთქი სასახლეში და მივედი სასახლეში. უთხრეს რომ ესე თბილისის მერი იმ წუთში ხამე მივედი რა, ესე 10 საათი იყო. შემიყვანეს მივესალმე რაღაცა იქით აქეთ და ნუ შტო ნუ რაშია საქმე და მე ვთხარი ესეთი ამბავია და უნდა დამეხმაროთ მეთქი რა მე მეთქი ეხლა არა მაქვს მეთქი ფული რა და გააძლევთ მეთქი კაცურ სიტყვას რომ გაზაფხულზე გადავიხდი მეთქი ედვარდ ამბროსევიჩმა რატო არ დამირეკავ აი მაგას ვერ კეთხვი მეთქი მე უთხარი რომ დაერეკა მაგრამ მითხრა რომ შენ თვითონ წადიო და ესე მითხრა მეთქი რომ ის კაი კაცია და თუ შეუულია გადავაკეთე რა თემა
აი გავიდა იქ რაღაც გააშრევინა სუფრა რაღაცა დავჯექით და დაურეკა ქარხნის დირექტორს და მოიყვანა და ეუნება გაქვს ისა დიზელი იმან უთხრა კი რამდენი შეგიძლია რომ ჩატვირთო და გაუგზავნო ეს არის თბილისის მერი ეხლა თქვენ დაილაპარაკეთ და ფული ეხლა არა გაზაფხულზე 100%-იანი გადაგვრა ალიევის სიტყვას ეხლა არ შეასრულებ და მოკლედ იჯდა ჩვენთან რაღაცა ცოტა ხანი მე მარტო წავედი არავინ არ წავიყვანე მანქან ძღოლი და მე და მოკლედ გავსეს ესე იგი ვაგონები 60 თუ 65 ვაგონი 60 ტონიანი რაც საკმარისი იყო დიდი ხანი ну მანამდე ვიშოვიდით რაღაცას რა ხო ეხლა აი დღე-დღეზე არის თემა ხო და მანამდე ფარსუნკებზე დაურეკე იმას იური ლუშკოვს ძალიან კარგად ვიცნობდი როსკოვის მერი ხო დიდი ხანი ვიცნობდი მე აკადემიაში სწავლობდი მოსკოვში და იქ ჩემთან ერთად სწავლობდა ვეგობრობდით რაღაცა იქ ხო და მაგის სახში სამყოფი ვიყავით და ვთხოვე რომ ფარსუნკები მინდა მეთქი 1000 წალი თქო და კიო გამოგიგზავნით და მოკლედ წამოვედი ახლა ეს დატვირთეს მივედი მატარებელი დაიძრა წამოვედი მანქანით წამოვედი ჩამოვედი ახლა დაორე იქიდან მე ის რაცია მქონდა იმით ის მქონდა რა ქვია სატელიტური ტელეფონი დაურეკე ჩვენებს რომ აბა მიდით მეთქი ახლა დახვდით ხო იცი და რო შემოვიდა ჩვენ საზღვარზე დაესხენ თავს შეერაღებული ხალხი რაც მანქანები ყავდათ რაც ეყოთ გადმოტვირთეს საჯანდაბაში წაიღეს არ ვიცი როგორც გავიგეთ ცხინვალის გავლით წაიღეს აბა ჩვენ მილიციას არც რევოლვერი ქონდა არც არაფერი ხო და დაარჩა რას გადმოტვირთე რო ქონოდათ მეტი მანქანები სულ წაიღებდნენ და 30 ვაგონი დარჩა და იმითი ესე იგი გამოუშვით პური რა და არ მოხდა უბედურება და პურის ხო არ იყო ხალხი ერთმანეს კლავდა რაღაცა და მე რომ მივედი ერთ თვეში მოვაგვარე ეგ ამბავი ერთი თვის მერე უკვე ტალონები შემოვიღეთ და ეს თემაც დავამთავრეთ ამასობაში იმან თვითვრინავით გამოაგზავნა მაშინ დაფრინავდა რამდენიმე თვითვრინავი მოსკოვში და გამომიგზავნა ეს ფარსუნკები და ისინი მერე დაურეკე მეუთხარი რევოლვერები იქნება გამიკეთო მეთქი რევოლვერი თქო და 2000 რევოლვერი გამომიგზავნა რომ პოლიციას რევოლვერი არ ქონდა კაცო აი ესეთი რაღაცა ესე იგი მე რომ მივედი მე მოვედი სახში მახსოვს და აი აქ ვიჯექი დედა ჩემი გამოვიდა რაიტო რატო არის ძი რაიტო ეგ თავს უწყავდი კედელს რა სადუბედურებაში გავეხმები თუმცა მაინც მოგწონდათ თბილისის მერობა წავიკითხეთ თქვენი ინტერვიუ რომ მერობა გერჩვინათ ვიდრე მერე რო სახელმწიფო რა თქმა უნდა ეხა მე არც მინდოდა გადასვლა და იმიტომ რომ მე ხო გითხარე ეხა მე არა ვარ შინაგანად აი ტიპი თვითონ ხო არის არა ტიპი რომელიც არის კაი პრემიერ-მინისტრი ხო კაი პრეზიდენტი არა ვარ მე რა მე ვარ კარგი მერი მაგ ეს პრეტენზია და ვიცი მე რა რისი გაკეთება შემიძლია და როგორ და რა ხო ხო და რომ და გადამეკიდენ რომ უნდა წამოხვიდე და ხან ელდაჩენგედაია მოდიოდა და ხან ზურაჟვანია და არა უნდა წამოხვიდე და წამოხვიდე თბილისის მერიიდან სახელმწიფო მინისტრი ხო და მე შევარნაძეს რო უთხარი უარი არა მეთქი მაშინ წავალ მეთქი საერთოდ აქიდან და მითხრა ეხა შენი ნათქვამიო ჩემთვისო ძაღლის ნაკლენივით არისო აი ეგეთი რაღაცა მითხრა და ნუ კაი მეთქი ჯანდაბას რა ერთი წლით წამოვალ მეთქი წელიწად ნახევრით რა არ მიმივიდა გული რა მე ახლა სუმიჩური ვიყავი თელი ჩემი ცხოვრება აი ახალგაზრდობიდან სამსახურში მე მანქანით არ მივლია მიუხედავად იმისა სულ მყავდა მანქანა აი აქედან ჩავდიოდი ფეხით აქ რომ მუშაობდი აქ რა თქმა უნდა უცბად მივდიოდი მე აი ესე მივდიოდი მე ჯდებოდი მეტროში ერთი ორჯერ გავიჭეთე მე სინათლე რო არ იყო მე ავდიოდი რუსთავაზე მე რუსთავაზე ფეხით აი ეს იყო ჩემი სულ ეხლა რო ტრაბახობს რო არჩევნებამდე რო ჩაჯდებიან ამ მეტროში და იმაში სულ ფეხით დავდიოდი არასდროს მანქანით თუ რაღაცა არ იყო
ისა მანქანა კი მყავდა და მე მოვიდოდა იქა. ხო და თვითონ იცი რა ეს აღდგენითი პროცესი. მე აღვადგინეთ ეს რუსთაველი ხო. მე პირველი სკოლას ამბავი იყო დანგრეული, გაუბედურებული. ჩავედი მოსკოვში, ვთხოვე ლუშკოს, ფული მას ესხემეთკი. ეხა იძახიან ლუშკომა ააშენა, არაფერი ლუშკოს არ აუშია. ლუშკომა მომცა $700,000. ეგ მთლიანად დაჯდა 2 მილიონი. მაგ სკოლის აშენება. დანარჩენი აგერ ბიჭებმა შეაგროვეს, პროსტო თქვით რომ არა ვთქვათ და აი ჩვენი მაშინდელმა ბიზნესმენებმა უფროსი თაობის ბიზნესმენებმა ბევრი ცოცხალი არ არის. რაღაცეებმა დადეს ზოგმა 200,000, ზოგმა 100,000 და ასე შეგროვდა ეს თანხა მაგისი. ესე იგი აშენე ეს პირველი სკოლა, მერე პარლამენტის შენობა დანგრეული, გაუბედურებული აღვადგინეთ, მერე ის აღვადგინეთ, რა ქვია, მოსწავლეთ ახალგაზრდობის სასახლე დანგრეული იყო მეორე სართული და ისა. აქეთ იმის კავშირგაბმულობის სახლის სულ ფანჯრები არ ქონდა, სულ დამწვარი იყო, აღვადგინეთ. დავიწყეთ იმის, რა ქვია, სასტუმრო თბილისის მერიოტის მშენებლობა. მას ბიუჯეტის ფულით აღადგენდით თუ ბიზნესმენები მონაწილეობდნენ? არა. მერიოტი ვიპოვეთ ისა, რა ქვია, ინვესტორი ამერიკელი, რომელმაც დადო და იქ რაღაცა ჯგუფი იყო ბიზნესმენების, რომელმაც ფული დადეს რა, ვისიც არის ახლა რა, ეს კაი ბიჭები არიან და ესა. ხო და. ნუ ახლა როგორც კი მივედი მე პირველ დღეს, მე ვთქვი ახლა წავიდეთ მეთქი ჩემს მოადგილეს უთხარი და ავიდეთ მეთქი. გადმოხედოთ რა მაღლიდან შევედი ჯერ თაწვინდაზე. და შევედი ამრე ნეტა არ შესულიყავი რა. გაუბედურებული, ესე იგი, როიალი, რომელიც იქიდგა, აღარი ეს უძვირფასესი საკონცერტო როიალი იქ. თათბირის პარკში. ხო, იატაკი იყო, საოცარი იატაკი, თავის დროზე თურმე იმიდან ჩამოიტანეს ეს პარკეტი. ეს პარკეტი აყრილი და სადღაც წაყვალი ერთყობა ვიღაც სახშია ეხა დაგებული. გამოვედი ეხა აქეთ და უყურებ ამ კოკა იგნატოვის იმას და აი კინაღამ ჩავიკეცე რა. დანით ამოჭრილი ფიროსმანის ისა ნაწილი რა. რა მოიგენია? იქ დაბანაკებული იყო რაღაცა იმ ომის დროს რაღაც ფორმირება და ესეც მოიპარეს, ისეც მოიპარეს. ფანჯრები, რომელიც იყო უნიკალური და ისინი კარებები, უნიკალური ხისგან წითელი ხი, ესენი სულ მოხსნილი და ყველაფერი. ნუ ეს რომ ნახე, გამისკდა გული, რა ვქნა ახლა. ნუ ის იმ წუთში დავფარეთ, რომ კიდე არ მოეპარა და მივიყვანეთ ვისაც საჭიროა და ის ჩავაკერეთ მერე. ფიროსმანი ხელახლა დავახატინეთ. ფიროსმანი დაგჩუქილი რო არის. კრიმინალები არ გიშლიდნენ ხელს, აი კრიმინალები როგორ არ ვიცი ესენი რა შვებოდნენ სახელმწიფოს? არა, მე გეტყვი რა. ეხო, მერე წამოვედი, მივედით დედა იმას ქართლის ზედასთან. ბიჭო, ხედა, სულ გაგძარცულია. აი, აქამდე ეს ლისტები იმისი, სულ აღარ აქვს და მარტო ხე არის. და ჩამპალია ესეთი, დამპალი. ესე იგი, ეს ეხა გადავარდება, რა ვქნა ეხლა, რა გავაკეთო და რა თქმა უნდა ელგუჯას დაურეკე, მე ვთხარი ავიდე და ამოვედი და ელგუჯამ მითხრა რომ ესო მაშინო დროებით გავაკეთეთ, როცა დავდგითო რა. ხო და მეო მაქო გაკეთებულიო ჩამოსხმის ვარიანტიო თუ ფულსო იშოვითო და გამოცვალოთო რა. და მართლაც ისევ ბიუჯეტიდან 1 კაპიკი არ, საიდან იქნებოდა კუპონით ავაშენებთ, ავაკეთებთ მაგას. ამიტომ ისევ დაუძახე იქ მაშინ ზოგიერთი ქარხანა მუშაობდა, იმათ ჩავარიცხინე რაღაც დოლარები იქით აქეთ. იქ მოკლედ შევაგროვეთ ის ფული, რომ ჩამოგვესხა და ჩამოვასხით მართლა და 95 წელში დავდგით ეს და 2 იდგა ერთი ფერი ცოტა ხანი. იმიტომ რომ იმან მითხრა უკვე მზად რო იყო წავედით, ჩამოიყვანეთ სხვათა შორის იმიდან ლენინგრადი და მაშინ ლენინგრადი ერქვა. პეტერბურგიდან ოსტატები, რომლებმაც ჩამოასხეს ეს და აეროპორტის გზაზე არის დიდი ის რა ქვია სამხატვრო კომბინატი, სადაც მოხდა მაგის ჩამოსხმა რა. ხო და მითხრეს რომ როდის ახლა თბილისობა რო აღვადგინეთ, მე უთხარი რომ თბილისობის წინ ეგ აუცილებლად უნდა დავდგათ. მოვიდა სამართლის უფროსი იყო ძალიან კარგი.
კაცი ხო და მეუნება რომ კიო მაგასო გავაკეთებო და დავდგავო რა და მერე მოხსნი იმასო ჯერ მითხა იმას მოხსნიო და მერე და მეოთხე რა სიცურელს მეუნები ხა თბილის მეთქი მე დავტოვებ ქართლის ძეის გარეშე მეთქი არა მეთქი ისე გააკეთეთ რომ ღამე მოიხსნას და დაიდგას პარალელურად და ესე ნუ მანამდე პოსტამენტი გაკეთდა რაღაცა და ეხლა იმ ადგილზე კი არა დგას ეხლა დგას აი აქეთ დგას და აქეთ იყო ხო და ნუ როგორც ხდება ხოლმე მოიყვანეს ეს რაღაც კამაცები საიდანაც ჩამოიყვანეს იმიდან ბაქოდან და ეს რო დადგეს ვეღარ მოასწრეს დადგმა რა იმის და დილა რო გათვენ და ორი იდგა საღამომდე იდგა ორი ქართლის დედა სხვათა შორის უნდა გითხრა რომ ბევრი რაღაცა მოყვა მაგას რა ბიჭები ვიღაცები რიყეზე თურმე ეს ბიჭები ეს გოგი დოლიძე ესენი кейფობენ რა დილით თურმე პახმელიაზე მისურან თუ რაღაც რომ გამოვიდე რომ შეხედა თურმე საწყალი დათო გოგიაშვილო და ვაი დედა ეს დამემართავ მე ეგარი აჩქავდა მერე თბილისობაზე მაგენიმს უნდა ემღერა მოვიდა ეს რა გამიკეთებო ბატონო ნიკო კაცო მე კინაღამ სამანტყობაში დავწექიო ხო აი ესე იცი აი ესეთი რაღაც თანხებით რაღაცებით ესეთ რაღაცებს ვაკეთებდით მე იგივე იმის დავიწყე კაცო რა უნდა მექნა კუპონით ვერაფერს ვერ შებოდი და ამიტომ დავიწყე ცოტა ისეთი რაღაცების მოფიქრება რა რაღაც ჯგუფს ვაძლევდით რაღაც შენობას ისინი აკეთებდნენ ფასადებს და იმას აბანოთობანი მაშინ გავაკეთეთ და თბილისობაზე გავხსენით ხო ეხლა ყველაზე დიდი პრობლემა რა რომ მოვედი მე ნუ ეს სროლა მკვლელობები დღეში 3-4 მკვლელობაა ეს ბიჭები ერთმანეს ეს საძმოები ისინი ასენი ეხლა ასეთი ფაქტიც კი მოხდა რომ სტამბალრო არის იმის წინ მიდის სროლა აქედან ისვრიან იქიდან ისვრიან გადაკეტილია თელი აქედანაც გადაკეტილია იქიდან და ესე პოლიმოტებით და იმითი არის რომელი ესენი ერთმანეთს ახლა გვარებიც ვიცი ყველაფერი დაამირეკეს იმ რაციაზე რომ აი ესეთი ამბავია ვაი დედა უიდე და თავჯექი მაგას წავედი მივედი ვერ შევდივარ ვერც მილიციის უფროსი დემური არის მიქაძე ვერც შედის იმიტომ რომ ისვრიან რომ ომია რა ხო და მომეცით მეთქი ის არა და ავიღე გამაძლიერებელი და ბიჭებო მეუთხარი ესა ვარ ნიკო ვარ ლეკიშვილი თბილისის მერი გაჩერდით ერთი წუთი მე შემოვალ ეხლა გაჩერდი და ბიჭო არ გაჩერდნენ კაცო და შევედი მე შუაში ჩავდექი და ნუ იქით ამ ხარეს ვინც იყვნენ ისინი ჩაჯდნენ მანქანაში და გავარდნენ აქეთ ხარეს დაჭრილი იყო ერთი იყო დაღუპული ეს დაჭრილი წამოვიყვანეთ რა თქმა უნდა აი ქვევით უშანგიჩხეიძის ქუჩაზე ხარ რო ჰოსპიტალი გაიხსნა მანდ იყო სამანტყოფო მოვიყვანეთ და დგევართ ეხა როგორ წავალ კაცო და ეს და უცბად ეხა არ შემოვარ და ერთი 3 კაცი შევარდნენ საოპერაციოში არ დააკლეს ეს ბიჭი აი ესეთი რაღაცეები მაგ გადატანილი და შაქარი რატო დაგემართაო დიაბეტი კი არა კიდე კარგად ისევქენი